სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ ცხოვრებაში კიდევ ერთი დღე გავიდა, ღამეც და აი გათენდა და დღეს მსახურებაზე ვართ. ერთი დღე ღამე გავიდა და წირვაც გავიდა. ფაქტობრივად თქვენ ახლა ზიარებისთვის ემზადებით. და ჩვენ დღევანდელი დღის გუშინდელი ღამის და გუშინდელი დღის მაგალითზეც შეგვიძლია თუ გადავავლებთ თვალს და შევხედავთ რა იყო გუშინ მთელი დღის განმავლობაში, რა იყო გუშინ მთელი ღამის განმავლობაში და როგორ ვიდექით წირვაზე, თუ ჩვენ ამას მაგალითად ავიღებთ და ამით შევაფასებთ საკუთარ თავს, ყველანი მივხვდებით, რომ თუ ყველა დღე, ყოველი დღე, ყოველი ღამე და ყოველი წირვა ასეთი იქნება, როგორც გუშინ იყო და დღეს ამდილას გვაქვს. მაინდამაინც კარგად ვერ მიუახლოვდებით გარდაცვალებას. თუმცა თუ ამაში ეჭვეპარება და ფიქრობს, რომ არც ისე ცუდად ვართ, გავიხსენოთ რის გამო ვერ შედიან სასუფეველში თვითმორწმუნე, მოღვაწე, წმინდა ცხოვრები, სასწაულმოქმედი ქრისტიანები. ანუ ჩვენზე უკეთესები, რის გამო ვერ შედიან სასუფეველში, როგორც ჩვენ ბევრჯერ მოგვიყვანია ეს მაგალითები, იმის გამო, რომ ისინი პიროვნულად არ გაიხსნენ ღვთის წინაშე და კავშირი არ აქვთ ღმერთთან, ანუ ურთიერთმცნობელობა, მოდი ესე ვთქვათ. არ არის ქრისტესთან, ანუ ღმერთს არ იცნობა. და რადგან ეს ასია, თუ გამოცხადებაა წმინდა წერილი და ჩვენ მას ვენდობით ყოველგვარი რევიზიის გარეშე შესაბამისად და ამით შევაფასებთ საკუთარ თავს, დავინახავთ, რომ ჩვენ არც ვიცნობთ ღმერთს და აი ამ გასული დღის, ღამის და დღევანდელი წირვის განმავლობაშიც ამ მხრივ რაღაც მაინდამაინც კარგი ნაბიჯი არ გადაგვიდგია, შეიძლება არც არაფერი გაგვიკეთება. აქედან გამომდინარე, ფიქრობ, რომ ეს გახსენება იმ ცუდისა, ამ შემთხვევაში თუ რა გვჭირს, უაღრესად სასარგებლოა, იმიტომ რომ როგორც პავლე მოციქული ამბობს, გაიღვიძე ნუ გძინავს, მძინარავ, ასეთ სიტყვებს ამბობს და ჩვენ უნდა გამოვხიზლდეთ და გავიღვიძოთ, სანამ არ დამდგარა ბოლო დღე, ბოლო ღამე და ბოლო წირვა. აი წარმოგიდგენიათ, რო გცოდნოდა ჩვენ, რომ გუშინ ბოლო დღეა და ბოლო ღამეა. ეხლა ბოლო წირვა დამერწმუნეთ, რომ ცოტა სხვანაირები ვიქნებოდი. გუშინ ერთ ადამიანს ვესაუბრე, რომელიც მძიმე სენს ებრძვის, ქრისტე შეეწიოს და ასე დროს ვამბობ ხოლმე, რომ იყავნება შენი, რომელსაც არასოდეს უცხოვრია ქრისტიანულად და ახლა ცდილობს. რა თქმა უნდა, მორწმუნეს უჭირს და მას როგორ უჭირს ხო, იცის თავის დიაგნოზი, ხვალ რა იქნება კაცმა არ იცის, ღმერთი შეეწიოს მას. აი ეხლა ასეთი განსასწრელი ჟამს მან გადაწყვიტა, რომ სულიერად იცხოვროს. როგორც შეძლებს. და მე მას უთხარი, რომ ის ამბობს, რომ ცოტა დრო დამჩა და რაღაც დიაგნოზიდან გამომდინარე. მე უთხარი, ჯერმე თუ დაგვთვები ცოცხალი აქ არ ვიცი, ამიტომ ვის რამდენი დრო დარჩა ეს ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მეორე მხრივ, აბა მეთქი სხვანაირად შეხედე. ეკლესიის ისტორიას რო გადახედო, უამრავ მაგალითს ნახავ რისას, რომ როგორი ერთ-ერთი საჩუქარი და ერთ-ერთი ნაყოფი წმინდანობისა რა იყო ყოველთვის ეკლესიაში. თქვენ წაგიკითხავთ ეს ბევრჯერ, თუ კითხულობთ წიგნებს, უკაცრავად ასე რომ ვამბობ, იმიტომ რომ სულ მაქვს იმის შიში, რომ თქვენ არ კითხულობთ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაყოფი პრაქტიკული სულიერი ცხოვრების თვალსაზრისით და მაცხოვნებელი ნაყოფი და ეს ნაყოფი ეძლევა საჩუქრად ღმერთისაგან არის ის, რომ მათ იციან ხოლმე თავისი გარდაცვალება, რომ მოახლოებულია და იციან, როდის გადიან ამ ქვეყნიდან. გახსოვთ დავით მეფსალმუნეც როგორ ებედრება ფსალმუნებში, რომ უფალს რო ებედრება, რომ მითხარი რამდენი დამრჩამე. გესმით და ვეუბნები, რომ წმინდანების ნაყოფია ეს და შენ მეთქი დაახლოებით იცი ეს და ამიტომ რამდენად ინუგეშა მე არ ვიცი, მაგრამ ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ ეს ბოლო დღეა და ბოლო ღამეა და ბოლო წირვა, თუ ისე მოვიდოდით დღეს და ისე ვიდგებოდით აქ, როგორც გავატარეთ გუშინდელი დღე, როგორც გავატარეთ ღამე და როგორც გავართ დღეს. რა თქმა უნდა არა. და ეს არის ჩვენი
შეცდომა ზუსტად როგორია რომ ჯერ ბევრი დრო გვაქვს, რასაც ასევე ხშირად გვითხოვს, რომ ეს ეშმაკის ჩაჭედებული აზრია ჩვენს გონცნობიერებაში, რომ ბევრი დრო გვაქვს თეოდორე, ბევრი რომ დღეს ცოტა ვერ იყავი ისე, არა უჭირს, ხვალე ხო გაქვს, ზეგ ხო გაქვს, კიდე ბევრი გაქვს. არა გვაქვს არც ერთი დრო. სანამ ჩვენ ცნობიერებაში ეს არ იმუშავებს, არ გაცოცხლდება, რომ დრო არ მაქვს. მანამდე აი ესე ვიქნებით. და როგორც კი ეს გაცოცხლდება, რომ დრო არ მაქვს, მაშინ როცა მოვა ის დრო, როცა მე უნდა წავიდე, მას მოუმზადებელი არ შევხვდები, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველი დღე და ყოველი ღამე და ყოველი წირვა და ყოველი იესოს სახელის ხსენება და ყოველი ზიარება იყო ბოლო ამ სოფელში. და ამიტომაც მაქსიმალურად მობილიზებული ვიქნებით. რისთვის? იმისათვის, რომ გავიცნოთ ღმერთი. რა არის ცოდვა? ჩვენ ხო ვიცით, რომ იესო მოვიდა რისთვის? იესო მოვიდა იმისთვის, რომ ცოდვისგან გაგვანთავისუფლოს. იესო ნიშნავს ხსნელს ცოდვისგან. ხო მაგისთვის მოვიდა. რა არის ცოდვა? ცოდვის თავარი განმარტება რა არის? ეს არის აცდენა ღმერთისგან. ანუ უცნობელობა ღმერთის. აი წარმოიდგინეთ, წეღანას გითხარით, რელიგიური ადამიანები, რომელსაც სავსე რელიგიურობითი ცხოვრება აქვთ და იმის სასწაულო მოქმედნი არიან, ზნეობრივად ცხოვრობენ და ასე შემდეგ. იმის გამო, რომ ქრისტესთან კომუნიკაცია, ღმერთის ცნობელობა ვერ განხორციელდა. ეს რელიგიურობა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ისინი მათ სასופველი დაიმკვიდრონ, გესმით? ანუ მთავარი ცოდვა ეს არის ღმერთის უცნობელობა. და ამისგან სახსნელად მოვიდა ქრისტე. იმიტომ რომ ღმერთი, რომელიც არავის უნახავს, როგორ უნდა გაიცნო ღმერთი? ხო? ცნებების გაძლევს წინასწარმეტყველის მიერ, ამ ცნებებს ასრულებ, კარგია, ემზადები იმისათვის, რომ თუ ღმერთს დაინახა ვიცნობდი, მოვიდა და ვერ იცნეს. ზოგმა იცნო ცოტა. ანუ გესმით, რელიგიურობა მხოლოდ იმისთვის არის, რომ ქრისტე იცნო როგორც ღმერთი, სხვა არაფრისთვის. ის არ არის თავისთავად მაცხოვნებელი. მხოლოდ იმისთვის არის, რომ ქრისტე როგორც ღმერთი იცნო და მასთან კომუნიკაცია გქონდეს. ამიტომაც რადგან ცოდვა არის დამღუპელი და რადგან თავარი ცოდვა არის ღმერთის უცნობელობა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გავიხსნათ უფლის წინაშე პიროვნულად. და რას ნიშნავს ეს? ეს რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიღვაწოთ მისი ერთგულებით და ისე ვიცხოვროთ, რომ გარედან რომ შემოქმედონ თქვან, რომ აი ამ ადამიანს ქრისტე უყვარს. თუმცა ჯერ შეიძლება ჩვენი გული ამისთვის ზათ არ იყოს. ანუ გული არ მაძლევს საშუალებას მიყვარდეს ქრისტე, მაგრამ ჩემი პიროვნული არჩევანი, რომელიც ჩემს ნებაში ვლინდება და ჩემი ცხოვრების წესში და ღვაწლში, ეს არის ზუსტად ღვაწლი, ისევ ცხოვრობ, რომ თითქოს ჩემს გულს ღმერთი უყვარს, რომელსაც ჯერ კიდევ არ უყვარს, მაგრამ არ ვაქცევ ჩემ გულს ყურადღებას და ჩემი პიროვნული არჩევნის მიხედვით ვრიალიზდები, ვერდგულებ ქრისტეს თავგანწირული ცხოვრების წესით. და ვიღაცა დამინახავს, აი ამას როგორ უყვარს ქრისტე. არ მიყვარს სამწუხაროდ, არ მიყვარს, იმიტომ რომ ჩემი გული ბინძური არ მემორჩილება, მაგრამ მე ჩემ გულს არ ვაქცევ ყურადღებას. გესმით? აი ეს მდგომარეობა უნდა გქონდეს ადამიანს. ეს არის სწორედ აი ის სასופველიც ისა იძულების, თორე ჩემ გულს ქრისტე რო უყვარდეს, როგორც პავლე მოციქულს უყვარდა და იოანე მოციქულს უყვარდა, რაღა მეჭირს მაშინ. სადღა იქნება იძულების საჭიროება? აღარსად. მე ვიქნები თავისუფალი უკვე ღმერთთან ერთობაში და ასეთი ადამიანისათვის ჯულის კი აღარ არსებობს, როგორც პავლე მოციქული ამბობს. ცოდვებთან ბრძოლაც აღარ არსებობს ასეთ ადამიანში. აღარ ებრძვის ასეთი ადამიანი ცოდვებს. რატომ? იმიტომ რომ მას ცოდვა აღარ აინტერესებს, მას ქრისტეს გადა აღარაფერი აინტერესებს და ამიტომ ბრძოლაც აღარ აქვს. და სადა ვარ ჩვენ ამ მდგომარეობიდან? ამიტომაც აი, როდესაც დღეს ამ აღმოვიკითხეთ მათეს სახარების 21 თავია, ტაძარში ასწავლის და რომ მიდიან და მრავალ რამეს აკეთებს იქ, მათ შორის რომ მოვაჭრეებსაც განასხამს იქ, უამრავ რამეს ასწავლის იქ მრევლს და ადამიანებს და მოუწოდებს და მივლენ მღვდელმოძღვარი და მოხუცებული, ანუ ის ადამიანები, რომლებსაც ჭკუას ეკითხებიან, რომლებიც ავტორიტეტნი არიან, რომელიც პასუხისმგებელნი არიან, თქვათ ისრაელიერის
ზნეობრივ, სულიერ, მათ შორის პოლიტიკურ მდგომარეობაზეც ეკითხებიან, როცა ასწავლის უფალი ერს, რომლითა ხელმწიფებით ამას იქმდა, ვინ მოგცა სახელმწიფება ეს? ანუ რა ძალაუფლება გაქვს ესე რომ იქცევი? ნახეთ, ეს შეიძლება ითქვას, რომ ვიღაცა მიფიქროს, რომ ეს წარსულის რაღაცა მათი ურთიერთობა მე არ მეხება, როგორ არ გვეხება? რა ძალაუფლებით ვინ არის ქრისტე ძალაუფლებით? galaktikების შემოქმედია. გესმის ღმერთია. შენ რო გული გიცემს, მისით ცემს. მას უნდა და ემიტოცემს შენი გული. ყველაფერი შენი ახლობლები, საერთოდ დედამიწა მისით დგას, ხო? აი ეს არის ყოვლის მყრობელი. ხო და ეს ხელმწიფება, ეს არის ქრისტეს ეს ხელმწიფება. და ჩვენ ამის რწმენა ბოლომდე არა გვაქვს. აბა რატო ვერ ვენდობით, აბა რატო გვეშინია განსასწრებლების, აბა რატომ არის რომ შეგვიძლია ვეზიაროთ და მე ჩვენებურად ჩვენი ნებით გავაგრძელოთ ცხოვრება, როცა შემოდის შენში ის, ვინც galaktikები შექმნა, ვისი ნებითაც არსებობს სამყარო და მათ შორის შენ და ამ დროს შენ კადნიერდები, რადგან ის ისე იმდაბლებს თავს, რომ არ გაწუხებს, ფაქიზად შემოდის შენში და შენ რადგან ის ფაქიზად შემოდის შენში და არ გაწუხებს, ისე კადნიერდები, რომ ისევ შენი ნებით ცხოვრობ. აი როგორც გინდა ისე ცხოვრობ. ესე იგი რა გამოდის, რომ მე ესე არ ვამბობ. თქვა კითხულობ სახარებას და რაღაც ხედავ მის ძალმოსილ სიტყვებს ხშირად და რა ხელმწიფებით ფიქრობს ახლა ეს ამას, როგორ არის ახლა ეს ასე, ხო? ასე არ ვამბობ, მაგრამ ესე ვცხოვრობ და რა მნიშვნელობა აქვს? რა მნიშვნელობა აქვს? ნუ გეშინია თქვა, როცა მეუნება ხორცის მოკვდინების, ანუ სიკვდილის ნუ გეშინია, მე სოფელი მიძლევია და მან უგეშებს, მე შენთანა ვარ ყოველთვის მეუბნება, ხო? და ასე შემდეგ ყოველი ღერითმა შენი დათვლილია, შენ სასუფეველი ანუ მემეძებე და ნუ ნერვიულობ ამ დანარჩენ ყველაფერზე, როგორც მამა ისე გიყურებ. ეს ხო ყველაფერი ჩვენ ვიცით, მაგრამ ჩვენ ხო ამას ვერ ვენდობით, ვერ ვაკეთებთ, ვერ ვუჯერებთ, ვერ დგულებთ. რატო? იმიტომ რომ აი ეს არ ვამბობთ, მაგრამ ასეთი განწყობა გვაქვს. რა ძალაუფლება აქვს ახლა ესეთი, რომ ამას რო ამბობს ჩემზეც ხო ამბობს ყველაზე და ჩემზე. რამდენად ძალმოსილია მისი სიტყვები, რამდენად აქვს ხელმწიფება, ესაც ამბობს ეს ჩემზე განხორციელდეს. აი გავართ აი ამ მღვდელ მოძღვრებს და მოხუცებულებს, ნუ ამ ფარისევლებს და სადუკევლებს გავართ. და უფალი არნახეთ როგორ ეუბნება. ეს კითხვა კიდევ ვიმეორებ, არ ვამბობთ ესე გახმოვანებულად, მაგრამ ეს მდგომარეობა გვაქვს ჩვენ. მიუგო იესო და რქვამათ, კითხო მეცა თქვენ სიტყვა ერთი, რომელი უკეთ მითხრათ, მეცა გითხრათ თქვენ. რომლითა ხელმწიფებითა ვიქმ ამას. ანუ და რა კითხვას უსვავს? იოანეს ნათლისმცემა ზეციდან იყო თუ კაცთაგან იყო და გახსოვთ ხო, რომ ვერ ამბობენ ვერაფრის თუ იტყვიან ზეცით იყო, მაშინ რატო არ გჯერათ? თუ რატო არ გჯერათ იტყვის. ანუ იოანე ნათლისმცემელი რას ნიშნავს? ზეციდან ანუ ღვთისმიერ მოვლენილი, რომელსაც უნდა დაემოწმებინა იესო ქრისტეზე, რომ ის არის ის, ვინც უნდა მოვიდეს. ხალხს ჯეროდა იოანესი. და ვისაც ჯეროდა იოანესი, მიდიოდა ქრისტესთანაც. და ამავე დროს ხალხს იმდენად ჯეროდა იოანესი, რომ მის წინაშე ინანიებდნენ ცოდვებს. და ამიტომ ესენი ვერ ეუნებიან, რომ არ იყო ზეცით, იმიტომ რომ ნუ მაშინ გამოდის, რომ ხალხის წინააღმდეგ მიდიან და რა ისიც ეშინოდა. და თუ ზეციდან იყო და თუ ჩვენ ვამბობთ, რომ იოანე სწორად საუბრობდა და სწორად მეანიშნებდა, რა იყო მთავარი სიტყვა იოანეს? სინანული, ანუ მეტამორფოზის პროცესი. და ამით ფაქტობრივად ქრისტე ეუნება მათ და გვეუნება, ესე იგი, ყველას ჩვენ, რომ თუ ჩვენ არ გვექნება სინანული, ანუ თუ ჩვენში არ იქნება ეს პროცესი მეტამორფოზისა, ჩვენთვის შეუძლებელია ქრისტე დავინახოთ როგორც ღმერთი. აი იმ სისავსით, რომელიც სისავსით ჩვენ არ აგვაქვს, თორე გვექნებოდა ბოლომდე ნდობა მისი. ანუ ცოცხალი რწმენა არ გვექნება მანამ, სანამ არ გვექნება სინანული და სინანული კიდე ეს არის სინანულის რამდენიმე თქვათ ფაქტორი აქვს, რომ სინანული გქონდეს და აქედან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არის საკუთარი თავის რეალური ხედვა. ანუ თუ საკუთარ თავს არ დაინახავ სად ხარ, შეუძლებელი ხდება ამოძრავდე ღმერთის მიმართულებით. და საკუთარი თავი რო დაინახო, ამას რა ჭირდება? ამას ჭირდება სწორედ აი ეს ცნებების აღსრულება ზედმიწევნითი და ღვაწლით ერდგულება ქრისტესი. ღვაწლით ერდგულება ქრისტესი. სანამ ამას არ დავიწყებთ,
მანამდე შეუძლებელია გქონდეს სინანული, იმიტომ რომ ვერ ვიპოვით საკუთარ თავს რა საწყის მდგომარეობაში ვიმყოფებით. იმიტომ როგორც კი შენ ცდილობ, რომ ქრისტეს ცნებები ხომ მოცემული გვაქვს, უერთგულო ქრისტეს. აი ეს არის ანი ბანი სულიერი ცხოვრების. გწამს ქრისტე რო ღმერთია კი, მაშინ აი რაც გიწერია უერთგულე. ოღონ ისი არა ზოგში უერთგულო, ზოგში არა, სრულად უერთგულე იესო ქრისტეს. მისი მოწაფეც იყავი, მისი ძმაც იყავი, მისი მეგობარიც იყავი, მისი შვილიც იყავი და მისი მცნებების აღსრულებელი მასავით ეცადე რომ იყო თავდაბალი, ესე მშვიდი, მორჩილი, აბსოლუტურად გულმოწყალე, გიყვარდეს მოძულე, მაჭირებელი, მტერი და ასე შემდეგ. გესმით, მოუკლებლივი ლოცვე, ღამეები ლოცვაში გაატარე და ასე შემდეგ, ანუ იღვაწე, მოწყალე იყავი, ყველაფერი, რასაც ქრისტე აკეთებს, ისკენას მოგვიწოდებს. აბა მოდი, ხო გული განიწმინდე, გული არა მარტო საქმეში იყავი, მოწესრიგებული, არამედ გული განიწმინდე, გული სიტყვა გააკონტროლე, აბა მიდი გააკეთე. როგორც კი ამას იწყებ, ზედმიწევნით ამის კეთებას, აღმოჩნდება, რომ არაფერს თავი არ აქვს, არ შეგიძლია, ვერაფერს ვერ აკეთებ, ვერაფერს. და დიდი ძალისხმევა იწყება, დიდი ძალისხმევის ხარჯვა გიწევს, რომ მართლა ღვაწლი გიწევს, რომ იქ ძილი მოიკლო, იქ საჭმელი მოიკლო, იქ დასვენება მოიკლო, იქ ესე იგი შენი პატივმოყვარება დაადუმო და თავი დაღუნო და დაიმდაბლო, იქ მიუტევო, იქ და ასე შემდეგ. სულ მუდამ ამის კეთება გიწევს, თან როგორც კი იკითხო, ილოცო, მსახურებებს დაესწრო, მუდამ მოყვასთან ურთიერთობაში ყოველი სიტყვა აკონტროლო, მუდამ. და აღმოჩნდება, რომ აკეთებ, არაფერი არ გამოდის. და აი მაშინ იმდაბლებ თავს და ამბობ, უფალო, შემიწყალე, ჩემგან არაფერი არ გამოდის. და მაშინ ხვდები, რომ ის გარეშე არაფერი არ შეგიძლია. რამხელა შრომა ჭირდება ადამიანს, რომ აი ეს ყველაფერი დაინახოს მან საკუთარ თავში. და ისე სინანული არ ხდება, ნამდვილი სინანული და როგორც კი ეს იწყება, აი მაშინ უკვე ადამიანი ნელ-ნელა ადამიანისათვის იხსნება იესო ქრისტე როგორც ძალმოსილი ღმერთი. ნელ-ნელა შემოდის ჩვენში ის როგორც ღმერთი, შემოდის როგორც სიყვარული, შემოდის როგორც სიკეთე, შემოდის როგორც სიცოცხლე, შემოდის როგორც ბედნიერება, შემოდის როგორც სისავსე, სიხარული, მხიარულება, გესმით? აი ესე შემოდის. იწყება შენი მეტამორფოზა, შენი არსების ცვლილება. სხვა ქმნილებად გადაქცევა, ღვთისშვილად გარდასახვა. იწყება ეს პროცესი შენში საოცარი და შენს გარშემომერე, შენს გარშემო ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც შენი მაგალითით ღვთისმაძიებლები ხდებიან. არ გეშინი აღარაფრის, მათ შორის არც ავადმყოფობის, არც განსაცდელის, არც ესე იგი ამასოფლისეული უსამართლობის, არც სიკვდილის, არაფრის აღარ, არც ეშმაკის თავის თავაცხადი, არაფრის აღარ გეშინია. მაგრამ ჩვენ ასე რომც გვინდოდეს ყოფნა და ვცდილობდეთ, ბევრი რამეა ხელის შემშლელი. რა თქმა უნდა, ჩვენი დაცემული ბუნებაა პირველი ხელის შემშლელი, მაგრამ ჩვენი დაცემული ბუნება მიძინებულია ხოლმე ხანდახან, როცა ადამიანი ესე პრესში ამყოფებს რა, წნეხში უფრო სწორედ და კუთხეში მიამწყდავს თავის დაცემულ ბუნებას, ძლიერი ნებისყოფით, საკუთარ თავზე ძალადობით, სასופველიც ისა იძულების, ღვაწლით, აი თავგანწირული ერთგულებით უფლის და მე კუთხეში მიამწყდავს ხოლმე საკუთარ თავს დაცემულ ბუნებას და ის ვეღარ უშლის ხელს, მაგრამ საკმარისია. არ ქონიათ შემთხვევა, რომ საკმარისია რაღაც ესეთ გარემოში მოხდეს, სადაც სულიერი ადამიანები არ არიან. ურწმუნოები არიან და ურწმუნო ადამიანები რა შვება, არას ლაპარაკობს, რა ინტერესები აქვს, არ ისკენ ისწრაფის, ან რა შინაგანი სამყარო აქვს. ხო ვიცით ახლა ეს როგორ ჩვენი საკუთარი თავიდანაც ვიცით, ჩვენი მოყვასებიდან გამომდინარეც ვიცით და რამდენჯერ ყოფილა, რომ აი ეს ნაშრომი, ნაღვაწი, ესე იგი ნატანჯი საკუთარი თავი და რაღაცა დაგიგროვებია ცოტა და მოხდება ესეც საზოგადოებაში და ეგრევე გეფანტება და ეგრევე იქ რაღაც ედმეს სიტყვი, იქ ედმეს გაიცინებ, იქ ვიღაცას განიკითხავ, იქ ვიღაცაზე გაბრაზდები და დამთავრდა. და აი ნახეთ როგორ ამბობს, ნუ შეცდებით პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ პირველ ეპისტოლეში. უკეთურნი ურთიერთობანი, ხრწნიან კეთილ ზნეჩვევებს, რომელიც ჩვენ ღვაწლით მოვიპოვეთ. ძველ ქართულად ძალიან ლამაზად ჟღერს. ნუ სცდებით განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტ. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს ყოველდღიურ ურთიერთობებს ადამიანებთან. რა თქმა უნდა,
ჩვენ ეკლესია არ მოგვიწოდებს რომ რაღაცა გეტო შევქნა და შევიდეთ ჩვენ შიგნით და ეკლესია არის გახსნელი და ის მისიონერობა მისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ მეორე მხრივ როგორ შეიძლება რომ ძვირფასი რომელიც აქ გაფლანგო უზნეობაში, გესმით? და ამიტომაც არის ეს ორმაგი ცხოვრების სტანდარტი, რომელიც სამრელოში მყოფ ადამიანებსაც აქვს. აქ არის სხვანე მოწესრიგებულები, კარგები, რაღაც სანდომიანები. გარეთ სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ. თავიანთი სიტყვით, ლექსიკით, მანერებით, ჩაცმულობით, ინტერესებით, ხმის ტონალობით, სიარულის მანერით, საერთოდ ურთიერთობებით, საერთოდ სხვანაირები ხდებიან და სანამ ეს ორმაგი სტანდარტი ჩვენში არსებობს, არაფერი არ გამოვა. არაფერს არის ადამიანი, რომელიც ესე იგი ღამე აშენებს, დილას ანგრევს, ღამე აშენებს, დილას ანგრევს და გავა 100 წელი არაფერი აშენებული არ აქვს. რატო? იმიტომ რომ ანგრევდა. გესმით? აი ეს არის. და აი ამის მერე პავლე მოციქული იმპერატიულად გეუბნება, ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუსწოდავთ. და აი ამის მერე ამბობს იმ სიტყვას, რითაც ჩვენ საუბარი დავიწყეთ. ანუ იფხიზლეთ, ნუსწოდავთ. და რა შევწოდავ ადამიანი ტყვის? ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც კი იცნობს ღმერთს. და მე ამატებს ესა. თქვენ და სარცხვენლად ვამბობ ამას. ხო გვეხება ეს სიტყვები? გესმით? აი ეს არის. ასე რომ ვიფხიზლოთ და ვეცადოთ რომ გვახსოვდეს რომ ღმერთს არ ვიცნობთ, ეს ჩვენთვის სამარცხვინოს მდგომარეობა არის და ვეცადოთ რომ აი მცოდვიდან გამოვიდეთ. ღმერთი დაგვეხმარება. აბა ამისთვის მოვიდა უფალი და ამისთვის მოკვდა ჩვენს. დაგვეხმარება. მთავარია რომ ჩვენ ვიცოდეთ ჩვენი პრობლემა და შემოუძახოთ ხოლმე საკუთარ თავს და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის რომ კი გასაგებია რომ 8 წლიც ზომიერი უნდა და კეთილგონივრული, უფრო ზომიერი არა ეს 8 წლში ზომიერება რა ცუდი სიტყვაა. 8 წლში უნდა იყოს თავგანწირული, მაგრამ კეთილგონივრულად თავგანწირული უნდა იყოს 8 წლში, მაგრამ უნდა იყოს 8 წლი უნდა არსებობდეს ჩვენს პირად ცხოვრებაში. არ არსებობს 8 წლის გარეშე. ანუ როცა ღმერთის ძიებისათვის რომ იღლები, გესმით? ღმერთის ძიებისათვის რომ იღლები, ღმერთის ერთგულებისათვის რომ იღლები. ხო, აი ეს ამით ვემსგავსებით ჩვენ ქრისტეს, ხო, ამით. ეს თუ არ არის საერთოდ ჩვენ ცხოვრებაში, ხო? ნუ არაფერი არ გამოვა რა, მინდა გითხრათ, არაფერი. კომფორტი და ქრისტიანობა ერთად არის შეუთავსებელი. ქრისტიანი სხვა კომფორტს ხედავს. ქრისტიანის კომფორტი არის შინაგანი სიხარული და მხიარულება, რომელიც არცაც სხვაგან არ არის და ვისაც ეს გამოუცდია, მან იცის რომ რა ბედნიერებაა ეს. რა ბედნიერი ეს არის სიყვარულით სავსე გულის მდგომარეობა, რომელსაც გარეთ ქრის თუ ქარია თუ წვიმაა თუ რაც არის, როგორც ტუმბაძესი არ იყოს, აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის შინაგანი მდგომარეობა ადამიანისა, რომელიც მხოლოდ მისტიკურია, მხოლოდ საიდუმლოებრივია, მხოლოდ ტრანსცენდენტულია. გესმით? მას ამ სამყაროსთან კავშირი არ აქვს, ამიტომ ამას სოფლის სული თავის ეშმაკის ჩათვლით მას ვერაფერს ვერ აკლებს. მაგრამ ამ მდგომარეობაში რომ მოვიდეთ, უნდა ცოტა მეტად დავიხარჯოთ ქრისტეს სიყვარულისათვის. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.